მე-19 საუკუნის ამ პირველი ინოვაციური ნაბიჯებიდან დღემდე ქართულმა საკონდიტრო ინდუსტრიამ უდიდესი განვითარების გზა გაიარა. დღეს ბაზარზე არაერთი გამორჩეული კომპანია ოპერირებს, რომელთა შორისაც საპატიო ადგილი უკავია საკონდიტრო ლილის. კომპანია ლილისი არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სიყვარულით დაწყებული საქმე მასშტაბურ და წარმატებულ ბიზნესად იქცეს. ლილისმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 6 წლის წინ დაიწყო, მაშინ გუნდი მხოლოდ 6 თანამშრომლისგან შედგებოდა, დღეს კი კომპანია უკვე 60-მდე ადამიანს ასაქმებს, რაც მის სწრაფ განვითარებასა და მომხმარებლის ნდობაზე მიუთითებს. ლილისის ისტორია გვიჩვენებს, რომ გულწრფელი ენთუზიაზმითა და საქმისადმი ერთგულებით თანამედროვე ქართულ ბაზარზე შესაძლებელია ისეთივე შთამბეჭდავი ისტორიის შექმნა, როგორიც საუკუნეების წინ პირველ საკონდიტროებს ჰქონდათ. უფრო ვრცლად ლილისის საქმიანობასა და შექმნის იდეაზე საუბარს უკვე ქეთევან ხუნწარიასთან, ლილისის დამფუძნებელთან ვაგრძელებთ. ქეთევან, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისათვის. ქეთევან, უპირველესად მინდა დავიწყოთ ლილისის ისტორიით. საიდან გაჩნდა თქვენ შემთხვევაში ეს იდეა და იყავით თუ არა თავიდანვე საკონდიტრო ბიზნესით დაინტერესებული? მადლობა. თავიდან ეს იდეა 2019 წელს გაუჩნდა ჩემ დას, რომელიც ძალიან ისე აქტიურად მოწედინებული იყო, რომ წამოგვეწყო ეს საქმიანობა. ძალიან ემოციური იყო, გამომდინარე იქიდან, რომ იმ პერიოდში მე გამოცდილება მქონდა მხოლოდ საავტომობილო ინდუსტრიაში და წარმოუდგენელი იყო საკონდიტრო ინდუსტრიაში შესვლა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ჩვენი გენი, რომელიც ჩვენში იყო კონცენტრირებული და ესე ჩვენი ბებიის რეცეპტების წიგნში იმალებოდა ძალიან ბევრი საინტერესო რეცეპტი, გვიბიძგა იმისკენ, რომ ეს ლილისი დაგვიარსებინა 2019 წლის ზუსტად წინა სააღდგომო პერიოდში მოხდა ეს ყველაფერი. მაშინ ისე წამოწყება ძალიან ისე არაამბიციური იყო, გვინდა რაღაცა 6 კაციანი გუნდით დავიწყეთ ოპერირება და მთავარი ამოცანა ჰქონდა ის, რომ ბებიის რეცეპტების წიგნი გაგვეცოცხლებინა და საუკეთესო ხარისხის პროდუქცია მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის. ისე მოხდა, რომ აი ესე ზუსტად პირველად ლილისი თავის მაღაზიაში გაყიდა პასკა, ჩვენი ძალიან ბევრი მეზობელი იხსენებს ხოლმე, გარშემო მეზობელი იხსენებს, რომ ისეთი პასკის სუნი დადრიალდა მთელ უბანში, რომ მივხვდითო, რომ აქ რაღაცა საინტერესო იხსნებაო. ისე განვითარდა ლილისი, რომ დღესდღეობით უკვე 60 კაციანი გუნდი არის, რომელიც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ პროდუქციის წარმოებას და საუკეთესო ხარისხის მიწოდებას მომხმარებლამდე და ჩვენც ლილისიმაც ასე ვფიქრობთ, რომ ვიყოთ წარმოდგენილი ყველგან, სადაც მომხმარებელი გვეიმდობა და ვჭირდებით, ამიტომ დღესდღეობით ლილისი არა მარტო საკონდიტრო ნაწარმს, არამედ 4 მიმართულებას აერთიანებს. ეს არის ტკბილეულის სალონი, ეს არის სასაუზმე სივრცე ნიბლე, გვაქვს ასევე კეითერინგის მიმართულება და კორპორატიული საჩუქრები. ხო, აი ესე ვართ დღეს წარმოგვიდგენთ. საიდან გაჩნდა ამ 4 მიმართულების გაერთიანების იდეა და ხო, თითოეულის ნაწილზეც ვისაუბროთ ჩაშლილად. მათ შორის კორპორატიული შეკვეთებით საინტერესო ეს რამდენად აქტიურია ბიზნესის შემადგენლობაში დღეს. როგორ არის ცით, თავიდან არც გვიფიქრია, რომ რაღაც სხვადასხვა მიმართულებები ჩაგვერთო. უბრალოდ მომხმარებლიდან იმდენად მიდიოდა სურვილი და მოთხოვნა, რომ ჩვენთან უნდათ თანამშრომლობა და ჩვენთან უნდათ იმ განსაკუთრებული დღეების გატარება, რომ ესე ნელ-ნელა დაახლოებით 2 წლიანი შუალედი გვქონდა ხოლმე, როდესაც ახალ მიმართულებებს ვამატებდით და ესეც გამომდინარე იყო ბაზრის მოთხოვნიდან რა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ძალიან აქტიურ უკავშირში ვართ მომხმარებელთან, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მოусმინოთ მათ, ასე ვთქვათ და მათი მოსმენის შედეგად გადავდგათ ნაბიჯები, რომ შესაბამისად ვასიამოვნოთ მომხმარებელს ჩვენი სრული ასორტიმენტით. რა არის მთავარი გამოწვევები ამ ბიზნესში 6 წლის განმავლობაში, რაზე შეგვიძლია ვისაუბროთ? მათ შორის ხშირად საუბრობთ ხოლმე ფასების მატებაზე, ხო, ნედლეულთან დაკავშირებით, რაც მერე უკვე გასახეთი პროდუქტის თვითღირებულებაზეც აისახება. აი ეს რამდენად არის დღეს ამ ბიზნესში გამოწვევა? ესე იგი, მე არ მახსოვს დღესასწაული, როდესაც არ ყოფილიყოს გამოწვევა.
ესე იგი 7 წელი სრულდება უკვე რაც ლილისი ბაზარზე არის და გამოწვევები ნამდვილად ისეთია, რა ქვია, мотиваციას გვაძლევს, რომ არ დავნებდეთ და ყველანაირი დაბრკოლება რეალურად მერე დავაკონვერტიროთ შესაძლებლობაში. ფასებიც რა თქმა უნდა მზარდია და იზრდება, სხვადასხვა ნედლეულის ფასიც ძირდება ხოლმე და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ძალიან ესეთი მტკივნეული არ იყოს ხოლმე ეს ფასების ზრდა და ძალიან თავს ვიკავებთ ხოლმე სწრაფი ცვლილებებისგან, მაგრამ ბაზარი მოითხოვს, რომ ფასების გაიზარდოს გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერ მივდივართ ხარისხის კომპრომისზე. და შესაბამისად გვიწევს ხოლმე ფასების დაცვა. კეთილ, როგორი ახლა წინა სააღდგომო მზადება თუ დაიწყო უკვე შეკვეთები, საცალო მომხმარებელია, კორპორატიული შეკვეთებია ძირითადად და როგორ ნაწილდება ეს ბიზნესი? აღდგომა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი დღესასწაული არის, განსაკუთრებით აი წინა სააღდგომო პერიოდში იწყება ხოლმე ესეთი რაღაცა დიდი ინტერესი პასკის მიმართ და არის ხოლმე ესეთი ის რომ აბა ვის აქვს წელს ყველაზე კარგი პასკა და ასე შემდეგ. ჩვენ ძირითადად ფოკუსირდებით ხოლმე იმაზე, თუ ვის ენდობა მომხმარებელი. გამომდინარე იქიდან, რომ აი პასკა როგორ არის ცით რა თქმა უნდა გემოვნური თვისებები და რეცეპტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი არის აი ეს ნდობის ფაქტორით. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ადამიანი მთელი წელი ელოდება ხოლმე აი მომენტს, რომ მე სააღდგომოდ პასკა გასინჯოს და ძალიან მნიშვნელოვანია აი წინა წლის გამოცდილება და ნდობა, რომ მე არჩევანი ვიზე შეაჩერო. შესაბამისად ამაზე ვფოკუსირდებით ხოლმე. შარშანდელი გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებთ მომხმარებელი ძალიან კარგი უკავშირი გვქონდა მომხმარებლისგანაც, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ერთი და იგივე რეცეპტს არ ვიყენებთ ხოლმე ყოველწლიურად, არამედ ყოველ წელიწადს ახლიდან ვიწყებთ არსებული რეცეპტის გაუმჯობესებას და დახვეწას, შესაბამისად საკმაოდ ისეთი კარგი უკავშირი გვაქვს ხოლმე მაგაზე, წელსაც უკვე რეალიზაციაც დავიწყეთ პასკების და კორპორატიული მიმართულებითაც რეალურად შეკვეთების მიღება დავამთავრეთ. კორპორატიული მიმართულება ჩვენთან საკმაოდ ძლიერი არის. დღეს მინდა გითხრათ, რომ ლილისის პასკა დაახლოებით 100-მდე კომპანიას ექნება და 100-მდე კომპანია გაუგზავნის როგორც თავის მომხმარებლებს, ასევე თავის თანამშრომლებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ყველაფერს და ვცდილობთ, რომ ბების სახელი, რასაც ვიყენებთ, იმედები არ გაუცრუოთ და საუკეთესო ხარისხის პროდუქცია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. კეთილ, წინა წელს თუ შევატარებთ წლევანდელ მონაცემს, რამდენად არის გაზრდილი მოთხოვნა და თუ აჩვენებს ყოველწლიურად ეს ტენდენცია ზრდას? თუ ჩავთვლით იმას, რომ 6-ის თანამშრომლიდან 60 თანამშრომლამდე ავედით, ბაზარი მზარდი არის, საკმაოდ სტაბილურად ვითარდება. ჩვენი მხრიდანაც არ გვაქვს რაღაცა мотиваცია, რომ ძალიან სწრაფად განვითარდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ფოკუსი მაინც არის ხარისხის შენარჩუნება და იმ ნდობის გაღრმავება და გაძლიერება მომხმარებელთა რაც გვაგვაჩნია, მაგრამ ზრდას ვინარჩუნებთ, დაახლოებით 25%-იანი დაგვიჭირავს ჩვენ წლიდან წლამდე და წელსაც წლევანდელი გეგმაც უკვე 120%-მდე არის დაანონსებული სააღდგომოდ და მიყვებით ამ გეგმას. მიყვებით. ხშირად არის ხოლმე, ასე თქვა, ყბადაღებული საკითხია ფასების ნაწილი პასკების, ხო? ამ ნაწილშიც მომხმარებელი როგორც ვიზუალებს და გემოებს და არჩევანს ადარებს, ასევე ფასების ამბავსაც ადარებს და წელს რა ვითარება თუ მოგიწიათ გასულ წელთან შედარებით ფასთა მატება და აი დაახლოებით საშუალოდ საიდან სადამდე მერყეობს ღირებულება ლილისის ჭრილში? როგორ არის ცით, ხო, ფასები იზრდება წლიდან წლამდე. ჩვენ ძალიან სენსიტიურები ვართ ფასზე, გამომდინარე იქიდან, რომ ის ნედლეული რა ნედლეულსაც ჩვენი პროდუქცია იწარმოება, ძალიან ესეთი მზარდია და სენსიტიური არის, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, წელს მივიღეთ გადაწყვეტილება და ვინარჩუნებთ იგივე ფასს, რაც ჩარშან მქონდა ჩვენს ტკბილეულზე, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად მინდოდა რომ მომხმარებლისთვის ის ფასი შეგვინარჩუნებინა, რაც ჩარშან მქონდა. ფასებს რაც შეეხება, იქ რაღაცა ზომის და დეკორების მიხედვით არის ხოლმე საშუალოდ მაინც პასკის ფასი სადღაც 30-დან 50 ლარის ფარგლებში მერყეობს რა.
კეთებანი, რამდენად დაიხვეწა მომხმარებელი? რამდენად გამრავალფერო უნდა მათი არჩევანიც? ეს ალბათ მე უკვე ბიზნესაც ეხმარება, ხო, ზრდაში განვითარებაში მომხმარებლის მოთხოვნა. კი. ნუ თუ ჩაგავიხსენებთ ძველი ხა თქვენ ახსენეთ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი 20 წლის წინ მონაცემებს რო გადავხედოთ, მაშინ რაღაც ინფორმაციის ასიმეტრია არსებობდა და შენც როდესაც მომხმარებელს თავაზობდი სხვადასხვა პროდუქციას, გაცილებით უფრო თამამი იყავი, შეგეძლო რაღაცა მეტად დამაჯერებელი ყოფილიყავი. დღესდღეობით მომხმარებელი არის ძალიან გათვითცნობიერებული და ზუსტად იცის რა სჭირდება და რა უნდა. ამიტომ დღეს მხოლოდ არ არის პროდუქციის გაყიდვა ამოცანა, დღეს უკვე ამოცანა არის გამოცდილების გაზიარება მომხმარებლისთვის და გამოცდილების შექმნა მათთვის. შესაბამისად, ჩვენც ლილისში ვცდილობთ, რომ ეს პირველი საიდანაც დავიწყეთ, ხო, ეს რაღაცა ოჯახური გემოები, ბებოს ტკბილი დამცხრები, ბებოს ტკბილი პასკა, ამ მიმართულებას არ გადაუხვიოთ მიუხედავად ზრდისა და იმდენად მნიშვნელოვან დღესასწაულებს გვანდობენ ჩვენ რომ აი ეს პასუხისმგებლობა ეს ერთი და მეორე არის აი ამ სრული გამოცდილების გაზიარება მათთვის. აი ზუსტად იმიტომ არის ეს მიმართულებებიც რომ დავამატეთ, რომ დღეს თქვათ, არ ვიცი, დილით საუზმე გესიამონება, ყავა და ტკბილეული, თუ რაღაც დიდ ღონისძიებას გეგმავ, ან გინდა განსაკუთრებული საჩუქარი, ტკბილი საჩუქარი გაუკეთო ადამიანს, აი ყველა სფეროში ვართ წარმოდგენილები მაგ მიმართულებით, რომ აი მთლიანი გამოცდილება შეუკრათ მომხმარებელს რა. კეთებანი, ახსენეთ, რომ ხო, დაიხვეწა მომხმარებლის არჩევანიც, გაიზარდა მათი მოთხოვნები და ასევე ბაზარზე იზრდება, ხო, საკონდიტროების რაოდენობაც, კონკურენციაც საკმაოდ მზარდია. ამ კონკურენტულ გარემოში რა არის ის მთავარი ნიშა, რაც ლილისს უჭირავს და რას თვლით თქვენს კონკურენტულ უპირატესობად? ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ კონკურენტული არის ბაზარი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ვიზდებით ჩვენს კონკურენტებთან ერთად. კონკურენტულ უპირატესობას შემიძლია რამდენიმე გამოვყო, რამდენიმე მიზეზი შეიძლება რაღაც კონკურენტული უპირატესობა გქონდეს. პირველი არის ის ჩვენი ბების რეცეპტები, რომელიც რაღაც ავთენტურობას კრავს ლილისში და განსხვავებულ პროდუქციას ვაწვდით. მეორე არის აი ეს ნდობა და გამოცდილება, რასაც ვუზიარებთ. და მესამე არის ხარისხი, რომელიც წლიდან წლამდე არ იცვლება და ხშირ შემთხვევაში უმჯობესდება კიდევაც. კი ბატონო, და ბოლოს გეგმებზეც კითხავთ. რა არის ის მთავარი გეგმები, რაც უკვე მომდევნო წლების ჭრილში გაქვთ? ლილისის გეგმა არის, რომ ეს 4 მიმართულება რაც გვაქვს გავაძლიეროთ და ნდობა კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენს მომხმარებელთან ერთობაში. ვიზდებით ნელა, გამომდინარე იქიდან, რომ ხარისხზე ვართ ფოკუსირებულები, მაგრამ იქნება საინტერესო სიახლეებიც სამომავლოდ. ველოდებით სიახლეებს ლილისისგან, ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები კომპანიას. მადლობა კიდევ ერთხელ, ქეთევან ხუნწარია ლილისის დამფუძნებელი, გსტუმრობდა გადაცემაში.